გამარჯობათ. დღეს გვექნება ზურგის დღე, მაღალი ინტენსიური ვარჯიში, რაც ნიშნავს, რომ გავაკეთებთ მაღალ გამეორებებს, მაგრამ სანამ ვარჯიშზე წავალთ, იქამდე გაჩვენებთ თუ რას ვჭამ ვარჯიშამდე და რას ვსვამ ვარჯიშამდე pre-workout-ად და შემდეგ წავალთ დარბაზში, იმასაც განახებთ თუ რას ვჭამ და რას ვიყენებ საჭმლის გასაგემრიებლად და ცოტა ხანში შემოგიერთდებით. ვარჯიშის წინ ვჭამ 130 გრამ მაკარონს საქონლის ფარშთან ერთად და თან ხმარობ ყვითელ ყვავილს, რომელიც ძალიან კარგ არომატს აძლევს და ძალიან აგემრიელებს და კეჩუპს, რომელიც არის hot chili და შედარებით ნაკლები კალორია და შაქარი აქვს, რაც არც კლების დროს და არც მატების დროს არ შეგვიშლის ხელს. ვარჯიშის წინ სვამ ლებრონის Ice Pumps, რომელშიც არის 200 მგ კოფეინი და ფამპისთვის იდეალური ვარიანტი არის. ამას ვიღებ 2 სკუპს და დავლევ ახლა ამას და წავალთ ვარჯიშზე. პირველ ვარჯიში გვაქვს ნეიტრალური grip chain-ი და ვაკეთებ 4 ხმის ვართ 15 გამეორებას. დაახლოებით წუთი ნახევარი ვისვენებ ამ ვარჯიშში და ეხლა არის ბოლო სეტი და ვაკეთებ თითქმის ციკლამდე, ბოლო გამეორებები ცოტა რთულია, მაგრამ ვაკეთებ გრავიტონის ტრანსფერში, რომელიც უფრო უკეთესად დამეხმარება და უფრო სტაბილური მოძრაობა და სწორი მოძრაობა გამოვა. შემდეგი ვარჯიში არის ხანტელის სალიხელით ამოტანა, რომელსაც ვაკეთებ 4 სეტს და 15 გამეორება. და დავიწყებთ ახლა შედარებით მცირე წონებით ვაკეთებთ, რადგან არის მაღალი გამეორებები. ორჩით ეს ვარჯიში და ახლა გადავდივართ ეგრევზე. აქ გავაკეთებთ 4 ხმის 15 გამეორებას და მაქსიმალურად ვცდები, რომ ჩავთო ზედა ნაწილი და ვამუშავო ზედა ნაწილი. ასევე ვიყენებ სტრაპებს, რადგან მაქსიმალურად ჩავთო ზურგი და არ ჩამეთო წინა მხარი. და ეს არის ჩემი პირველი სეტი ამ ვარჯიშზე.
ცოტა მძიმე ვარჯიშია და გულზე გაწევა, ამიტომ ფეხებს არ ვალაგებ და მიწითავს მიწაზე, რომ არ დამაწვეს იმდენად. შემდეგი ვარჯიში არის სიტი უედრაო და აქ ვაკეთებ 4 გამეორებას, 4 სეტს, 15 გამეორებას. დღეს ძირითადად ყველგან 4 სეტს ვაკეთებ, რადგან მაინც ინტენსიური ვარჯიშები გვაქვს და ისე სიმეწონების დროს შედარებით უფრო 3 სეტი ან 2 სეტი. მეთოდია მაქსიმალურად სიგანეში, რათა ჩაგდო უფრო ზედა ნაწილი ზურგის და სიგანი. რაც შედარებით უფრო მაკლია. შემდეგი ვარჯიში არის სალიხელი ჩამოწევა, სადაც ვაკეთებ 3 სეტს, 20 გამეორებას და ფოკუსი გვაქვს უფრო ზურგის ლატის ქვედა ნაწილზე და დავიწყებ ახლა შედარებით დაბალი წონებით არის მაინც. ორჩით ამ ვარჯიშს ეს არის ბოლო სეტი, გავაკეთეთ 3 სეტი, 20 გამეორება, ერთწუთიანი დასვენებებით. და ახლა გადავდივართ flat pull down-ზე, სადაც გვექნება ფოკუსი ზედა ნაწილზე ისე და ბოლო ვარჯიში იქნება ზურგზე. აქ ვაკეთებ 4 სეტს, 20-15 გამეორებას, ან 15 ან 20. ნახოთ როგორ გავხეთებთ ამის მიხედვით. წონებსაც მაქსიმალურად ამნესაში უწევთ. და ხელი გიგია მაქსიმალურად სიგანეში და უფრო ჩავთვალოთ ზედა ნაწილი.
ახლა ვაკეთებთ ბიცეპს კაბელებში 3 სეტი 20 გამეორება. ახაც მაღალი ინტენსივობა გვაქვს. ორმოციანი გინდა. ახლა ვაკეთებ 3 სეტს 20 გამეორებას. ეს არის ბიცეპსის მეორე ვარჯიში, უფრო სწორად არის ბრახიალისის ვარჯიში და ამის შემდეგ კიდე გვექნება ერთი ბიცეპსის ვარჯიში. არ არის დიდი კუნთი, ამიტომ არ ვაკეთებ ძალიან დიდი წონებით და ეს კუნთი გვეხმარება. ეს არის ბიცეპსსა და ტრიცეპს შორის კუნთი, რომელიც გადის ბიცეპსსა და ტრიცეპს შორის და ხელს აჩენს უფრო მასიურს. გადავდივართ დღეისთვის ბოლო ვარჯიშზე, ეს არის ფრიჩარქული და ამას ვაკეთებ 3 სეტს 20 გამეორებას, მაქსიმალური წონებით. აქაც ვცენებთ დაახლოებით 5 ნახევარი. მორჩი ვარჯიშს, დღეისთვის სულ ეს იყო ჩემი ზურგის ვარჯიში. ახლა ვარჯიშის შემდეგ კი ვჭამ ერთ ბანანს, 120 გრამს ციმინის ფანტელს და 1 სკუპ პროტეინს და თან ვიყენებ დარიჩინს, რომელიც ეხმარება სისხლში შაქრის ზონის დარეგულირებაში და არ იწვევს ეგრეთ წოდებულ sugar spikes. სულ ეს იყო ჩემი დღევანდელი ვარჯიში. იმედია მოგეწონათ. დამიწერეთ კომენტარები თუ რა გამოვასწორო და გავითვალისწინეთ ყველაფერს და შემოგიერთდებით სულ მალე. მადლობა.